Შეიზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ბრიუსელიდან გაკეთებული მკაცრი განცხადებების შემდეგ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კვლავ აქტუალურია. 8 რეკომენდაციის შესრულებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მმართველი გუნდი ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მოთხოვნების უკან ეგრეთ წოდებული deep state იდგას. ოპოზიციისთვის კი ევროპის გზავნილები ხელისუფლების შეცვლის პირდაპირ მინიშნება. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო საქართველოს. ივანიშვილის გამო ქართველი ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს ურთულეს მდგომარეობაში. თქვენ რა არიცით, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ნიშნავს ჩვენი ჯანდაცვის უფლებების დაცვას იმ თვალსაზრისით, რომ არაერთი ბავშვი, არაერთი ჩვენი თანამოქალაქე მიდის ევროპაში და მკურნალობს და ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელიც ჩაიკეტება. მთავარი წინაღობა დღესდღეობით საქართველოს ევროპული მომავლისთვის ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება, მათ საკუთარი ფულისა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით გაბედეს ისიც კი, რომ აკარგვინებენ ჩვენს ხალხს უდიდეს მონაპოვარს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ომის საფრთხე არათუ გადავიდა, არამედ აქტუალური არის როგორც არასდროს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე მთლიანი დაწოლა უკრაინის ომის მხარდაჭერის კუთხით გადავიდა ევროკავშირზე და რიგი ევროპარლამენტარების თუ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები და ის ულტიმატუმები, შანტაჟის ენა, რომელიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს.